ჩავიფიქრეთ პერიოდი და ვნახოთ იპოვეთ თუ არა ჩაფიქრებულ პერიოდში თქვენს საყვარელ პარტნიორს. იპოვეთ თუ არა პარტნიორს. რამდენად გაქვთ პოტენციალი რომ იპოვოთ პარტნიორი. რა გიშლით ხელს. რა შეგიწყობთ ხელს. და რჩება. იპოვეთ თუ არა პარტნიორს. რამდენად გაქვთ პოტენციალი რომ იპოვოთ. რა გიშლით ხელს. რა შეგიწყობთ ხელს. და რჩება. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ. პირველი იპოვეთ თუ არა პარტნიორს. ჩაფიქრებულ სიტუაციაში ფიქრობ რომ შეიძლება ვერ იპოვოთ პარტნიორი. რადგან თქვენ ცხოვრებაში ამჟამად შეიძლება იყოს რყევები, პრობლემური სიტუაციები. რაც შეიძლება ხელს გიშლიდეთ იმაში რომ პარტნიორი იპოვოთ. დაძაბული ემოციური მდგომარეობა. ასე ვთქვათ, ენერგია გჭირდებათ იმისთვის რომ საკუთარ თავს მოახმაროთ, ვიდრე რომ ეს ენერგია პარტნიორის პოვნაში ან ვინმესთან ურთიერთობაში ჩადოთ. ნახოთ აბა შემდეგი არკანი. რა პოტენციალი გაქვთ რომ პარტნიორი იპოვოთ ჩაფიქრებულ ვადაში. პოტენციალი ნამდვილად გაქვთ. ნამდვილად გაქვთ იმის პოტენციალი რომ იპოვოთ პარტნიორი. ნამდვილად გაქვთ ამის ენერგია, მზად ხართ ამისთვის. თუმცა რაიმე ნაბიჯის გადადგმა, რაიმე ქმედება არ ჩანს ამ შემთხვევაში. ნახოთ. მზად ხართ რომ პარტნიორი იპოვოთ. ვიტყოდი რომ მზად ხართ იმისთვის რომ პარტნიორი იპოვოთ. თქვენი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოთ თქვენვე, ანუ თქვენ შეუშალოთ იმას ხელი რომ პარტნიორი იპოვოთ. იმიტომ რომ ახლა თქვენ გჭირდებოდეთ საკუთარ თავზე ზრუნვა, რომ ჩადოთ საკუთარ თავში სიყვარული და არა ვინმესთან ურთიერთობაში. რა შეგიწყობთ ხელს. იმისთვის რომ პარტნიორი იპოვოთ, შეიძლება ხელი შეგიწყოთ იმან რომ გაუშვათ ძველი ურთიერთობები,
თუ კიდევ ეჭიდებით რაიმე ძველს, რომელიც დასანგრევია, გასაშვებია, ან უკვე დაშორდით ფილმს და მაგის გამო გულით და ისევ განიცდით, ან ბოლომდე ვერ უშვებთ, ისევ გაქვთ რაიმე მოლოდინი, თუნდაც სევდა, წყენა, ვფიქრობ, რომ ამაში ხელს შეგიწყობთ ის, რომ გაუშვათ წარსული ურთიერთობები, წარსული ტკივილიანი მოგონებები და უბრალოდ არ იყოთ ამ სიტუაციაზე ჩაციკლული, იმ ტკივილიან მოგონებებზე, რაც შეიძლება გამოიარეთ, არ ჩაიციკლოთ, უბრალოდ გაუშვათ სიყვარულით. ნახოთ, რჩევა. რჩევა იქნება იმუშავეთ საკუთარ თავზე, საკუთარი ცხოვრების განვითარებაზე, საკუთარ მიზნებში ჩადეთ ენერგია, შედეგი აუცილებლად გექნებათ და პირველ რიგში კონცენტრაცია უნდა გააკეთოთ საკუთარ თავზე, საკუთარი ემოციების დამუშავებაზე და ამის შემდეგ, როცა უკვე მზად იქნებით, შეიძლება შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში პარტნიორი, თუმცა ამჟამად ვფიქრობ, რომ ჩაფიქრებული პერიოდი გჭირდებათ საკუთარი თავისთვის, აღდგენისთვის, გაძლიერებისთვის და ამის შემდეგ უფრო წარმატებულად შეძლებთ ურთიერთობის დაწყებას ან განვითარებას. მეორე ვარიანტი. იპოვით თუ არა? ვფიქრობ, რომ მეორე ვარიანტიც ჩაფიქრებულ სიტუაციაში ნაკლებად იპოვის პარტნიორს. ვფიქრობ, მოლოდინი გაქვთ თქვენი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ისეთი შექმნილი რაღაც ზღაპრული, ასე ვთქვათ, როგორც ფილმებში იქნება საოცნებო სიყვარული ან ოცნების პრინცი ან რაღაც მსგავსი ოცნებები შეიძლება გქონდეთ. იპოვით თუ არა? ჩაფიქრებულ სიტუაციაში შეიძლება ვერ იპოვოთ, მაგრამ მოგვიანებით აუცილებლად იპოვით. რა პოტენციალი გაქვთ? ამ შემთხვევაში შეიძლება შეგოჭილად გრძნობდეთ თავს, პოტენციალი ნაკლებია. ნაკლებია იმის პოტენციალი, რომ იპოვოთ ახალი პარტნიორი, შეიძლება ჯერ კიდევ ძველი ურთიერთობის გავლენა გაქვთ, ან ვერ გამოდიხართ რაღაც შეგოჭილი სიტუაციიდან, რაც გაწუხებთ და რაც მოსაგვარებელი გაქვთ საკუთარ თავში. ამიტომ ვიტყოდი, რომ ამჟამად პოტენციალი ნაკლებია. რა არის ხელი შემშლელი ფაქტორი და თუ მზად ხართ? ხელი შემშლელი ფაქტორი ამ შემთხვევაში იყოს კარმული სიტუაციები, რომელიც გაქვთ ან გქონდათ. ვიტყოდი, რომ რაღაც კარმული სიტუაციები აქვს დასამუშავებელი, რაც ხელს გიშლით, რომ იპოვოთ თქვენი პარტნიორი. ეს კარმული სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ სფეროს ეხებოდეს, იურიდიულ საქმესაც შეიძლება ეხებოდეს, სამართლიანობის აღდგენას, ასე რომ ვფიქრობ, როცა მოაგვარებთ ამ კარმული ასე ვთქვათ, კარმის დამუშავებას, როცა შეძლებთ, როცა საკუთარ თავზე იმუშავებთ, რა შეგიწყობთ ხელს? ზუსტად ხელს შეგიწყობთ საკუთარ თავზე ზრუნვა, საკუთარი თავის სიყვარული, კარმული ვალების დამუშავება, თუ რაიმეს გრძნობთ ან განიცდით, შეგოჭილი ხართ. ვფიქრობ, ხელს შეგიწყობთ იმაში, რომ პარტნიორი იპოვოთ საკუთარ თავზე უფრო მეტი ყურადღება, უფრო მეტი სიყვარული და რჩევა. რჩევაში ამოგდით, რომ დატოვოთ ძველი ემოციები, ძველი განცდები, რაც შეიძლება არ გასვენებთ, ვერ ტოვებთ, ჯერ კიდევ სევდაში ხართ, უნდა მოიტოვოთ უკან
იპოვოთ ახალი გზები, ახალი განვითარება, სუფთაფურცლად დაიწყოთ ცხოვრება, შეიყვაროთ საკუთარი თავი და მოგვიანებით აუცილებლად იპოვით პარტნიორს.